საზაბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელია ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშიდობისა, დიდი მადლობა. რა პოზიციონირება ის, რაც დღეს დავინახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ჩინეთის საკითხს ეხებოდა თითქოს, მაგრამ ნახეთ, რომ მთელი აქცენტები გადატანილი იყო შეერთებულ შტატებზე, მასთან პარტნიორობის დაკნინებაზე, ფარატინა ქაღალდი უწოდეს პრაქტიკულად სტრატეგიულ შეთანხმებას. რას აკეთებს ამით ახლა ივანიშვილი? მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა მიულოცო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს. დღეს მათ მორიგი შექება დაიმსახურეს მარია ზახაროვასგან, საქართველოს ამასაც შევეხებით ოკუპანტისგან და არ ვიცი ხა საერთოდ აი ყველაფერი დანარჩენსო თავი დავანებოთ, როცა დღე გამოშვებით მტერი გაქებს, ქართველი თუ ხარ ეს მინიმუმ შეგაწუხებდა. აი ფრაზას ვიტყვი, მაგრამ აქვე ჩვენი მაყურებლისთვის, რომ თბილისმა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი გააკეთა, ამბობს მარია ზახაროვა, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სამინისტროს პრეს-სპიკერი და ის ლაპარაკობს, რომ ლაპარაკობს საქართველოს სუვერენიტეტს. ამბობს, რომ ამასო წფელი გულით ვაკეთებდა, ხომ დამისახელეთ ერთი ეპიზოდი რუსეთ-საქართველოს საუკუნოვანი ისტორიიდან და რუსეთმა წფელი გულით რომ რაღაც კარგი გაგვიკეთა. საპირისპირო რა თქმა უნდა ათობით და ასობით შემთხვევაა, ოკუპაცია, სიკვდილი, უბედურება, რაც მათ მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის, სუვერენიტეტს რაც შეეხება, მე მგონი არ გაჟღერებულა ჩვენს სატელევიზიო და საზოგადოებრივ სივრცეში. დაახლოებით 2-3 კვირის წინ უგანდამ მიიღო კანონი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. და პრაქტიკულად იდენტურია ამ ქართული ოცნების ფარასი, რუსული კანონის და მთელი ამ დრაკონული კანონ პროექტებისა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიიღო ქართულმა ოცნებამ, ამასაც ულოცავ ქართულ ოცნებას, ვინაიდან აქამდე სულ ამბობდნენ, რომ აი წინა ხელისუფლების რეფორმებს მთელი მსოფლიო იღებდაო და ეხლა მათ რეფორმებსაც იღებენ, ოღონდ ცხადია არა დიდი ბრიტანეთში, არა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, არამედ უგანდაში. ნუ რა თქმა უნდა, აქ ძალიან მაღალი ალბათობით ორივეს უკან ის ქალბატონი დგას მარია ზახაროვა და მისი დამკვეთები კრემლში, მაგრამ ეს ასეთი ტიპის კანონები დაფრინავს, ასე ვთქვათ, ავტოკრატიულ რეჟიმებში გადაადგილდება. ეს არ არის უბრალოდ რომ ავტოკრატისგან სწავლობს. როგორც წესი ამ ყველაფრის უკან ერთი ძალაა და ამ შემთხვევაში ეს ძალა არის რუსეთი. ჩინეთის თემას რო დაუბრუნდეთ, დღეს იყო ძალიან ღიმილის მომგვრელი სპეკულაცია, რომ ამერიკელები ჩადიან, ბატონი ტრამპი იყო ჩასული და ჩვენგან რა უნდათო. ტრამპი იყო ჩასული როგორც თანასწორი, მინიმუმ როგორც თანასწორი და ის ელაპარაკებოდა თავის თანასწორ სახელმწიფოს. ის რაც ქართული ოცნების პირობებში დაიდო ჩინეთთან, ეს არ არის თანასწორი ურთიერთობა, ეს არის ვასალისა და ბატონის ურთიერთობა. რომ წაიკითხოთ ის დოკუმენტი, რომელიც ღარიბაშვილის პირობებში დაიდო ჩინეთსა და საქართველოს შორის, უბრალოდ ძალიან უხერხული წასაკითხია, თავის მოჭრა, დიპლომატიური ჩავარდნა, ვინაიდან ეს არის ცალმხრივი დოკუმენტი. ამ დოკუმენტში წერია საქართველოს აღიარებს, საქართველოს უერთდება, საქართველოს მიესალმება ჩინეთის ამ ინიციატივას, საქართველოსთვის გადასარევი არის და აღსაფრთოვანებელი არის ჩინეთის იდეები საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე ნახეთ ერთი საკვანძო მუხლია თუ არ ვთქვი, პირველივე მუხლია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ორივე ქვეყანა აღიარებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ ცალკეა გამოყოფილი, რომ საქართველოს აღიარებს ერთი ჩინეთის პრინციპს. ჩინეთი არ იძახის, რომ მეც ვაღიარებ დაუშვათ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, ანალოგიურ შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს. ის არის გამოყოფილი, ეს არ არის გამოყოფილი. ანუ ეს არის რაღაცნაირი რუსულ ბოლშევიკური ცინიზმი, როდესაც სინამდვილეში თვითონ არიან რუსეთის ვასალები. ვასალებს არ დავარქვით, ამ შემთხვევაში ჩინეთის ვასალები და რუსეთის ნების პირდაპირ გამგრძელებლები, რომელთაც ყოველდღიურად აკეთებს მტერი, საქართველოს მტერი, ამას სხვა სიტყვა არ არსებობს. შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ფარატინა ქაღალდია, მაგრამ მტერი მაინც არ არის და რუსი მტერია. მტერი აკეთებს და აი აქ ასეთ რამეს აკეთებს ქართული ოცნება, ხო ვინც ამ ბრიფინგსაც უსმინა და ზოგადად რიტორიკაში და ბოლო პერიოდში, როდესაც უილსონი მაგალითად წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა აქტი საქართველოსთან დაკავშირებით, გავლენებთან დაკავშირებით და იყო ასევე რუბიოსთან კითხვა-პასუხი ჯო უილსონის. დღეს კობახიძე მახსენა უილსონი და თან დღეს ჩინეთზე საუბრობდა და ყოველთვის ცდილობენ გვერდი აუარონ იმ დიალოგის შინაარს. იქ ლაპარაკია რუსეთზე, იქ ლაპარაკია ირანზე, იქ ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლებაა. მათ გადააქვთ აქცენტი
ჩინეთზე რაღაცნაირად ალტერნატივად სახავენ თუ არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგრამ ის რომ კურსი არის მთლიანად შეცვლილი დეკლარირებულად უკვე ამის მიჩქმალვას ცდილობენ თითქოს რიტორიკიდან ამოგდებას, მათ შორის დემოკრატიას, მათ შორის იმის გამო, რის გამოც ივანიშვილს სანქციები დაედო ამერიკის შეერთებული შტატების, აი რაღაცნაირად ბუნდოვანებასაც არ ქმნიან, მთლიანად კონტექსტიდან უნდათ ამოგდება ყველაფრის და არ საუბრობენ არც რუსეთზე, არც ირანზე. ხო, რა თქმა უნდა, ერთი რაღაც ვახსენოთ, აი ახო რაღაც შორს წავიდეთ. თქვენ როგორც ვიცი ხართ სოხუმიდან, ხო? დიახ, გულრიფშიდან, ნუ აფხაზეთიდან. ხო, აფხაზეთიდან, გულრიფშიდან, გულრიფშის რაიონი იქვია. ერთადერთი მიზეზი რატომაც თქვენ ვერ ჩადიხართ საკუთარ სახლში და მე ვერ ჩამოვდივარ თქვენთან და ვერ ჩავდივარ საკუთარ მიწაწყალზე, არის რუსეთი. ცხადია. რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოში დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში. აი, რამდენიმე დღის წინ იყო გაეროში ხმის მიცემა. ანუ ქართული ოცნების ორი მთავარი პარტნიორი ვინ არის? ვინც აქებს ტერი, რომელიც ჩვენს ოკუპაციას ახდენს და ჩინეთი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ აი ეს არის ჩვენი რეალური ალტერნატივა, რომელიც თავს იკავებს იმ რეზოლუციის ხმის მიცემისგან, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მარტივია, თან ხო ის რაღაც ძალიან რთული ისინი კი არ არის, რაღაც ფორმულები, რომ დევნილები უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. ამას არ აძლევს ხმას ჩინეთი. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. და მეორე მხარეს არის მთელი დასავლეთი, რომლის წყალობითაც ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს იმისი შანსი და ეს აუცილებლად მოხდება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში, დავაბრუნოთ დევნილები, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და მართლა ღირსებით ვიცხოვროთ მომავალში. აი ეს არის მათი ხედვა, რუსეთი, რომელიც სახაროვას პირით და ხან პესკოვის პირით ყოველდღიურად აქებს ან დღე-გამოშვებით და ჩინეთი, რომელიც რბილად რო ვთქვათ, ხარს არ უჭერს. ანუ თავს იკავებს, ხო? ბოდიშა კისერი გიტეხია თუ გინდა ბრუნებულ ხართ, გინდა რაო, ძალიან რბილად რო ვთქვათ. და მეორე მხარეს, ვინც ჩვენ გვიჭერს ხარს, რა მესეჯია ეს ახლა? ეს ხო თავისთავად ცხადია. შესაბამისად, ამ ვითარებაში ერთადერთი ახსნა კიდე იმაზე საუბარი, რომ რაღაც ეს ოლიგარქიული ინტერესებია და ამ კაცმა ყველაფერი დათმო და ჩვენ მადლიერები არა ვართ, ეს ბოლო რაღაც ძალიან კომიკური კამპანია რომ მიმდინარეობს ბოლო დღეებში. ნუ ვიმეორებ, ცინიზმია ვინაიდან დამისახელეთ ერთი რაღაც, რაც დათმო ბიძინა ივანიშვილმა. მე მგონი კალაძე მეკითხა თუ არ მახსოვს ყობახიძე მეკითხა დაასახელეთ რა მოიგო რა ერთი ვთქვა და მაგალითად მიიღო პუშკინის სკვერი ერთ ლარად საკუთარი კერძო პროექტი თქვითო ხო ერთ აი ერთი პუშკინის სკვერის მეორე კრიპტო ბიზნესი ნუ რამდენი რამ ბერსო დავასახელებ მე ჩაიკარგება და რაღაცას მოაგვამენ კუზა აი ერთი თქვითო ხო პუშკინის სკვერის ნახევარი მიიღო თავისი კერძო პროექტისთვის კალაძე მე მაშინ თქვა რომ ქალაქსო პარკინგი აკლიაო და იმიტომ და ეს ჩემთვის და თქვენთვის კი არ არის მისი კერძო პარკინგია ქალაქს კი არ გაუკვეთა მისი სასტუმროს პარკინგია სადაც ავიც ქართული ოცნების დეპუტატები მიდიან სტუმრები იქ მიყავთ თავიანთი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე თორე ხალხისთვის არ არის იმიტომ რომ ისეთ ჯვირია იქაურობა სხვა დროს რო ჩაიაროთ შემოღობილია მაგრამ ძირითადად цаრი მე მესმის რატომ დაასახელეთ მაგალითად ერთი цаრი ხო რომ მაგალითი იყოს მაგრამ ესია კარგად ვიცი ასეულობის მაგალითია რომ გაფართოებო ერთი ხო აი იყოს ერთი ხო მე მინდა ვიკითხო ასეთი რამ სხვა შორის დისკუსიის თემა გახდა უბრალოდ განსხვავებული მოსაზრებების თემა და თქვენი მოსაზრება მაინტერესებს სწორედ ამაზე ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვერ ალაგებს ურთიერთობას თუ მას არც აქვს ეს მიზნად რომ ასეთი რამ საერთოდ გააკეთოს ან რაღაც თავისი ისეთი პირობებია რაც არ იძლევა შესაძლებლობას რომ ასეთი რამ მოხდეს აი თქვენ მაინც რომელი მოსაზრებისკენ იხრებით ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილს იმდენადვე უნდა ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება როგორც ეს უნდა მაგალითად პუტინს ანუ დალაგებას გააჩნია ჩვენ რას ვეძახით ჩვენთვის დალაგება იქნებოდა ის რაც ადრე იყო ამერიკასა და საქართველოს შორის სრული თანხმედრა თანამშრომლობა ერთიანი ბიზნესის ერთობლივად დაგეგმვა და განხორციელება შეძლების და გვარათა და იმ ფარგლებში რომელიც მხარეებს ხელეწიფება ცხადია თავისი ჩავარდნებით თავისი მინუსებით მაგრამ მაინც ურთიერთგაგების ჩარჩოში და მეორე არის პუტინის ვერსია ხო მიიღეთ ახალი რეალიები ეგრეთ წოდებული მიიღეთ ოკუპაცია მიიღეთ ავტორიტარიზმი დემოკრატიის ფეხებზე დაკიდება ადამიანების წამება სახიზულების დამტვრევა ქიმიური იარაღის გამოყენება მიიღეთ ეს ყველაფერი მოცემულობად
და გადავიტვირთოთ. აი, რასაც პუტინი ამბობს, ხო, მიიღეთ ახალი რეალიები და დავიწყოთ სუფთაფურცლიდან და სამწუხაროდ იმის გამო, რომ დასავლეთში ბევრი მიამიტი პოლიტიკოსია და ბევრიც კომპრომეტირებული, ეს რამდენჯერმე შეძლო თავისი 26 წლის თუ 27 წლოვანი მმართველობის განმავლობაში, რომ ხან რისეტი გაეკეთებინა და ხან კიდევ სხვა ტიპის უბედურება. მაგრამ ამოიწურა ეს ყველაფერი, ეს რესურსი ამოიწურა, აღარ პრავდება პუტინთან გადატვირთვა, იმიტომ რომ ყველამ დაინახა ამ ადამიანის ამ კაციჭამიას რეალური სახე. ანალოგიურად ახლა ივანიშვილს რა თქმა უნდა ამერიკასთან დალაგება, მაგრამ ეს დალაგება მისთვის გულისხმობს იმას, რომ მას არ დაუსვან კითხვები არჩევნებზე, არ დაუსვან კითხვები თავისუფალ მედიაზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და თქვა რომ კი ბატონო, რა ვიცი ახლა იდიამისაც ვეურთიერთებოდით, კადაფისაც ვეურთიერთებოდით და თალიბანსაც, ხო და ახლა ივანიშვილი რატო ვერ ხდება ეს? აი ივანიშვილს როგორც წარმოუდგენია ისე. იმიტომ არის ორ ფაქტორს დავასახელებ და მე მოვისმენ თქვენ მარტებას შიდა ვითარება ეს დემოკრატიული სიტუაცია ერთი და მეორე გეოპოლიტიკური. ივანიშვილი თამაშობს თუ არა უფრო იმას, რომ აი გაყიდოს რაღაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით თავისი აი ეს პირობები, რომ აი დემოკრატია და ასე შემდეგ ამაზე ხელი იყოს ჩაქნეული და საერთოდ როგორც ფაქტორი არ მონაწილეობდეს რაიმე ტიპის მოლაპარაკებებში. რატომ ვერ აღწევს ის ამ შედეგს, როგორ ფიქრობთ? ვერ აღწევს, იმიტომ რომ რუსეთის და ამერიკის ინტერესები არის არათავსებადი. ანუ რაღაც შედეგს რომ მიაღწიო, იქ უნდა არსებობდეს კომპრომისის რესურსი. იმისთვის რომ ორივე მხარემ დაიკმაყოფილოს საკუთარი ინტერესები. რუსეთის და ამერიკის ინტერესები მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მხრიდან საკმაოდ არაერთგვაროვანი მესიჯები მოდიოდა თვეების განმავლობაში და ხანდახან ახლაც ისმის, არსებითად გეოპოლიტიკურად თანხმედრა ვერ მოხდება. ვერ მოხდება, იმიტომ რომ რუსეთი საკუთარ თავს ხედავს ამერიკის მტრად მოწინააღმდეგე და ამერიკას აღიქვამს საკუთარ ასევე მთავარ მოწინააღმდეგეს. და ივანიშვილი ამის ნაწილად ივანიშვილი ამის ბუნებრივი ნაწილია. ახლა მოდი ჩვენ ამაზე შტატებშიც ასე აღიქმება, როგორ ფიქრობთ? სამწუხაროდ ბოლომდე ასე არ აღიქმება. შტატებში ძალიან ბევრი ჯერ კიდევ უშვებს იმას, რომ ივანიშვილს აქვს გარკვეული ნების ავტონომია. და აქედან გამომდინარე მასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უფრო არაპირდაპირ მიმდინარეობს რაღაც ტიპის დისკუსია, რომ მოხდეს მისი დაინტერესება, მისი დარწმუნება, რომ აი დასავლეთი ჯობია და რა თქმა უნდა ჯობია, განაარიცეს რომ დასავლეთი ჯობია, მაგრამ არ აქვს ამის თავისუფლება. ის იმთავითვე იყო რუსული პროექტი. პუტინმა ამაზე პირდაპირ ელაპარაკა ფაქტიურად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იკითხა 2012 წელს ხო გახსოვთ თქვენთან როდის არის არჩევნებიო? მერე ბედუკაძე, რომელიც ამ არჩევნებში იყო საკვანძო ფიგურა, მოსკოვში დააჯილდოვეს ზუსტად იმ როლისთვის, რომელიც მან 2012 წელს ითამაშა, სხვადასხვა ესე ძალიან საინტერესო როცა თეთრ ხელთათმანებზე რო საუბრობდნენ, ბედუკაძე იყო იმ კადრების სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელი, პროდიუსერი და ეს კაცი მერე წავიდა მოსკოვში დააჯილდოვეს და ეს ყოფილა თეთრი ხელთათმანები. რაფალიანს არ გავიხსენებ ახლა ამ შემთხვევაში, მაგრამ ამიტომ ვერ ხდება მათ შორის ვერანაირი დალაგება, იმიტომ რომ ახლა ბოდიში და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება ბევრი მიამიტია, ბევრი უშვებს რომ ივანიშვილი დამოუკიდებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მარტივია რაღაცების გადამოწმება. ჩართეთ მათი მედია და ყოველდღიურად ისმის რა უნდათ მათი. მეორე მხრივ ერთია რომ ივანიშვილი რაღაცას ვერ ახერხებს ამ თავისი პირობებით, მეორეა ის რომ ამასობაში რუსეთის ირანის გავლენები ისე ძლიერდება, რომ აი არ ვიცი, ქვეყანა შეიძლება კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. აქეთკენ მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ როცა შორდები შენი ქვეყნის პარტნიორებს, მათ ლანძღავ ყოველდღიურად და რუსეთის გავლენას აქ აძლიერებდა კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების სხვა მოწინააღმდეგეების, ეს არ არის კარგი გზა, რბილად რომ ვთქვათ, ხო? მაშინ შეერთებული შტატები რატომ არ იყენებს შესაბამის ზომებს ივანიშვილის წინააღმდეგ? ის კი არა რომ ვერ ლაგდება, არამედ ის რომ ივანიშვილმა იგრძნოს რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს ამას, რასაც ის ახლა აკეთებს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე არსებობს ასეთი გამოთქმა, რომელიც ჩერჩილს მიეწერება, რომ ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, ვიდრე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ეს ამოწურვის პირას არის მათი ეს რესურსი, რომ ყველაფერი გააკეთონ. მეორე მხრივ ძალიან თანმიმდევრულად და მწყობრად მუშაობს ივანიშვილის ლობი და მოდი ვახსენოთ, ბევრად უფრო მარტივია რაღაცის ჩაშლა, ვიდრე რაღაცის მიღწევა. მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვინდოდა, ხო, მაგალითად ნატოს წევრობა გვინდოდა და ხდებოდა ამის ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი სახელმწიფოს დედაქალაქის ლიდერის ლობინგი ამ მიმართულებით, რომ მხარი დაგვიჭირდა. ეს რთულია.
ბევრად უფრო მარტივია რომ მაგალითად ორბანი იშოვო ბრჭყალებში და იმ ერთი ორბანის მეშვეობით ჩაშალო რაღაც რომ მაგალითად ევროკავშირმა ვერ დააფუძნოს დააწესო სანქციები. ან იპოვოს ნიკანდროსი ფრონტერას შეფი ერთ-ერთი და ამერიკასის მეშვეობით დაბლოკო რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებები ვაშინგტონში. აი ამის გამო ხდება შეფერხება და ნუ დრო ელემენტარულად მათზე მუშაობს. კი ბატონო, დასასრულს მივახლოვდა ჩვენი საუბარი, უბრალოდ მაინც მინდა თქვენ ახსენეთ გაკვრით საუბრის დასაწყისში აი ეს ხოტბა რომელიც გუშინ მოვისმინეთ ერთ პატარა ტექსტში 27-ჯერ ნახსენები თუ 28-ჯერ ბიძინა ივანიშვილი და ახსნა რაღაც მართლობითი მოდელის, სადაც პრემიერ-მინისტრს უწოდებს თავის თავს და ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში მე არ ვარ პირველი პირი, მე ვარ მეორე ივანიშვილია ყველაფერი, მაგრამ ამასთანავე ის არ არის არაფორმალური მმართველი. რაღაცა ეს კორიანტელი იყო სახელის და გვარის ხსენების და თან იქ რაღაც მართლობითი მოდელის ახსნა სცადეს ჩვენთვის. რა იყო ეს, რა ტიპის განმარტებაა, როგორ ფიქრობთ და რაღაცა რა სტადიაა ამ ქება დიდების? ამაზე მახსენდება რომ შევარნაძემ ერთხელ თქვა თავისი 50 წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რომ ზეო ჩtildeოეთიდან ამოდისო და ის არ დაუვიწყე და არც უნდა დაგვევიწყებინა და ესეთი რაღაცა რასაც ესენი ყოველდღიურად შვებიან შევარნაძეს არ უკადრია გაგანია საბჭოთა კავშირის დროს რომ ბრეჟნევისთვის ასეთი რაღაცეები ემღერა პანეგირიკები ან ნებისმიერი სხვა ლიდერისთვის ხო გორბაჩოვი იყო თუ მანამდე კიდე სხვაებიც იყვნენ ნუ მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება იმაში, რომ ხალხმა მანდატი მისცა, ვინც მისცა. ივანიშვილს და არა ვინმე კობახიძეს, ანუ ვინმე პაპუაშვილს, ახლა ღიმილის მონგრელია, პაპუაშვილი რო იძახის, რომ მე კი არა ვარო, ის არის. ხო, ვიცით რომ ის არის, აბა შენ ხო არა ხარ. ყველამ ვიცით რომ პაპუაშვილი არა და ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ თანამდებობაზე ზის ადამიანი, რომელსაც არ აქვს მანდატი და მანდატი აქვს სხვას. ზუსტად ეს მანდატიც არა აქვს სინამდვილეში, მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა, ხო რაღაც ციფრს ასახელებენ აბსურდულზე, ვითომ ეგ რაოდენობა მათი ამორჩევლების ეგ კიდე ცალკე თემაა და ამაზე დადასტურებულია რომ ეს ასე არ ყოფილა, მაგრამ ზუსტად ეს არის ჭtildeოვანი მართლობა, თუმცა ამ შემთხვევაში ნეტა მხოლოდ ჭtildeოვანი მართლობა იყოს პრობლემა, როდესაც თანამდებობებზე შედან ადამიანები, რომლებიც თვითონ იძახიან რომ ეს თანამდებობა იმიტომ მაქვს, რომ სხვას აქვს ადამიანების ხმა თვითონ ამბობენ ამას და ერთს დავამატებ ბოლოს მხოლოდ უბრალოდ აი კონტექსტის შესაკრავად ისე ვახსენოთ სუვერენიტეტის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფრაზა აი გვაბნევენ აი მტრის პროპაგანდა გვაბნევს ჩვენ აი მარწყვის და სუვერენიტეტის შედარება ბოლო ხანებში ხშირად ისმის ხო მაგრამ კონტექსტი რას ამბობს სომხები რომლებმაც რუსები დაამარცხეს კვირა დღის არჩევნებში ამბობენ ამ ფრაზას რუსეთთან მიმართებაში. ანუ რუსებს ეუბნებიან, რომ ჩვენ არ გავცვლით ჩვენს დამოუკიდებლობას და ტრიალდებიან ზუსტად იქით, საიდანაც ჩვენ ზურგით შემოტრიალდით. ეუბნებიან ევროპას ამას. ოკუპანტს კი არა. ევროპას ეუბნებიან. ამოყირავება მთლიანად პარადიგმის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.